ერთი სიახლით, საამაყო ამბებით. გავაგრძელოთ, ესე იგი, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მე-10 საიუბილეო საერთაშორისო დაჯილდოება გაიმართა. პრესტიჟული ჯილდო წლის ლიდერი ქართული კულტურის განვითარებაში ქართულ და უცხოურ კომპანიებსა და პერსონაჟებს დაეცათ. მათ შორის არიან რუსთავიორის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე, ნატო მეტონიძე, დუეტი ჯორჯია, დავით მაზანაშვილი და არაერთი წარმატებული კომპანია უფრო ვრცლად ღონისძიების შესახებ ეხლა უფრო ნახავთ სიუჟეტში. წარმატება, რომ ყოველდღიური შრომისა და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობების შედეგია, საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა. საზეიმო საღამოზე ჯილდო წლის ლიდერი ობიექტურ რანჟირებაზე დაყრდნობით 52 ქართულ და უცხოურ კომპანიას გადაეცა. მათ ვინც საკუთარ სფეროში სტანდარტების შეცვალა და საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. გვაქვს 10 წლის საიუბილეო ღონისძიება. უამრავი კომპანია და პერსონა დაესწრო დღეს ღონისძიებას. კვლევითი ორგანიზაცია Best of Georgia ცალკე კვლევას ატარებს მხოლოდ იმ კომპანიებზე, რომელსაც აქვს ოქროს ტოპ-10-ში პირველი ადგილი. ბედნიერი ვარ, რომ ესე კარგად ჩაიარა ყველაფერმა. აღსანიშნავია, რომ წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიის როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგული გადაცემის ავტოგრაფის შექმნისთვის პრიზი გადაეცა რუსთავიორის გენერალურ დირექტორს ბაკურ ბაკურაძეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, მადლობა მინდა გადავუხადო მის უდიდებულესობა მაყურებელს. უკვე მე რამდენად ავტოგრაფი ხდება რეიტინგების ლიდერი და მინდა მიულოცო ავტოგრაფის გუნდის თითოეულ წევრს, რომლებიც უკვე ამდენი წელია შრომობენ და ცდილობენ შემოუნახონ ისტორიას ლეგენდები. გადაცემა ლეგენდებზე. ავტოგრაფი არის ხმა, რომელსაც საზოგადოება უსმენს. ყოველთვის იმ ძვირფას ფასეულობებს წარმოაჩენს, რომელიც ქართული კულტურის ღირსეულ წარმომადგენლებს და მათ შემოქმედებით ხელწარას ეკუთვნის. ამბავს, რომელიც აცოცხლებს მეხსიერებას და ქმნის ხიდს წარსულსა და მომავალს შორის. ასე შესანიშნავ გარემოში ვარ. ამ ქვეყანაში ლეგენდები ცხოვრობენ. დავიწყო. ამბავი საქართველოში გრძელდება ახლა უკვე რუსთავიორზე. უკვე მე-10 საიუბილეო წელია, რაც შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის დაჯილდოების ცერემონია წარმატებით ტარდება. ღონისძიება ერთადერთი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოებაა, რომელიც საქართველოში იმართება. მასში მონაწილეობას ჩვენს ქვეყანასთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის 8 ქვეყანა იღებს, რომელთა წარმომადგენლებსაც საერთაშორისო ჯილდო სახელწოდებით წლის ლიდერი გადაეცემათ. ღონისძიების ფარგლებში საპატიო ჯილდო გადაეცათ ნატო მეტონიძეს, მაკა ზამბახიძეს, რადი დურგლიშვილსა და დავით მაზანაშვილსაც. The Best 2025-ის ჯილდოს მფლობელი კი 13 კომპანია გახდა. მსახურების საქმეს იმისთვის არა, რა თქმა უნდა, რომ ჯილდო მიიღო, უბრალოდ მსახურები უბრალოდ აკეთებ იმას, რაც შენია, ის რაც შენი საქმეა და უცებ ნამდვილად არიან, უცებ აღმოჩნდებიან ადამიანები, ვისაც უნდათ, რომ შენს მიმართ გამოხატონ პატივისცემა. დააფასონდეს, ცოტა მოულოდნელიც იყო, მაგრამ სასიამოვნო. მე მგონია, რომ ესეთი ღირსეული ჯილდოა. საღამო კიდევ ერთხელ გახდა დასტური იმისა, რომ საქართველოს საერთაშორისო ბიზნეს რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.